მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან წყვეტენ ყველანაირ მოლაპარაკებებს. გადაწყვეტილებას მოქალაქეების მხრიდან უწყვეტი ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოყვა. შედეგად, ერთი წლის თავზე დაპატიმრებულია სხვადასხვა მიზეზით ათობით ადამიანი. პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. დაპატიმრებულია პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების ნაწილი. უკვე 5 თვეა გაუქმებულია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების ერთი წლის თავზე ქუთაისში იმავე სახელის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამჯერად არასამთავრობო სტატუსით, თუმცა იგივე მიზნით იმუშავებს. საქართველოს რეგიონებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით მარიკა ვაჭარაძე გვესაუბრება ვრცლად. ამ დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე ფაქტობრივად სოფელში, მუნიციპალიტეტებში არავინ არ დადის და მოსახლეობას არავინ არ ესაუბრება არც ნატოზე, არც ევროკავშირზე. და ზოგადად ეს სივრცე დარჩა ძალიან ღიად. ყველა საუბრობს თითქმის, მაგრამ ხალხამდე სწორად არავის არ მიაქვს, რომ აი რა სითხოს ევროკავშირი. რა არის ეს ნატო? ფაქტობრივად ნატოზე საერთოდ შეჩერებულიო და აი მე ყველაზე მეტად ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ როცა ჩვენ გვაქვს 20% ტერიტორიის ოკუპირებული, ისეთ ორგანიზაციაზე, როგორიც ნატო არის, რომელიც უსაფრთხოებასა და მშვიდობის გარანტია, ჩვენ ამაზე ხმამაღლა დღეს ვერ ვსაუბრობთ და მოსახლეობას ფაქტობრივად ძალიან მცირე დოზით მიეწოდება ამაზე ინფორმაცია. ამიტომ ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ იგივე სახელი ქონოდა და სწორედ აი ამ სახელით შევეცადეთ, რომ დაგვერეგისტრირებინა და ამ ასე ვთქვათ, ზუსტად იგივე მისია აქვს ფაქტობრივად, რაც ქონდა ნატოს საინფორმაციო ცენტრს, უბრალოდ ეს არის IP. ჩვენ ამ ეტაპზე ფაქტობრივად ვართ ცარიელი ხელებით, ერთმანეთი ვინც არის ჩვენი გუნდის წევრი, ის გამოცდილი ექსპერტები, ის კონსულტანტები, რომლებთანაც მე პირადი კომუნიკაცია მქონდა და პირადი ნაცნობობა, თუმცა დანარჩენი ფაქტობრივად ცარიელი ხელებით ვართ. არის ძალიან დიდი მონდომება, ძალიან დიდი რესურსი ადამიანური იმისი, რომ ჩვენ ჩავიდეთ და ვისაუბროთ და ჯერ ასე ვთქვათ, ალბათ მოგვიწევს ისევ სოციალური ქსელით და ამ პლატფორმებზე გავაჟღეროთ კონკრეტული თემები, შემდეგ ალბათ ონლაინ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან უკვე გვექნება იმის მოცემულობა და იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მოსახლემდე მივიტანოთ ინფორმაცია. ამის შემდგომ, ასე ვთქვათ, ჩვენთვის და პირადად ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ის, რომ რეგიონიდან ყოფილიყო მსგავსი ინიციატივა და ქუთაისში ყოფილიყო ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებული, იმიტომ რომ რეგიონების ხმა ფაქტობრივად ჩაკარგულია და რატომღაც გვინდა თუ არ გვინდა, რეალობა არის ის, რომ დიდი ქალაქები და დიდი ქალაქი და დედაქალაქი ყლაპავს, ასე ვთქვათ, რეგიონებს. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაზე ევროპული ქალაქიდან არ ვიწყებენ სხვა ქალაქები, ქუთაისიდან 3000 წელზე მეტი ისტორიის მქონე ქალაქიდან, ასე ვთქვათ, დაწყებულიყო ამაზე საუბარი, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და აი ამ ქალაქში თუ კი გაივლით, ყველაფერი აბსოლუტურად ევროპულია და ერთ პატარა კუცკუცა ევროპულ ქალაქს მოგაგონებ. ახალციხის ციხის IP-ს თანამშრომელი რაბათის ციხის რეაბილიტაციის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ანზორ სანდროშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ისაუბრა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტაბატაძემ, რომელიც წინა წლებში ახალციხის ციხის დირექტორი იყო, განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ რაბათის ციხეს დაზიანებები მისი მოწყობიდან პირველივე წელს 2012 წელს აქვს და მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს. ტაბატაძე ამბობს, რომ საჭიროა პროცესში სახელმწიფო ჩაერთოს. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. ის რასაც მე ვხედავ და ვუყურებ, აუცილებლად უნდა ჩნდება, რომ
სერიოზული ხასიათის სამუშაოები ძალიან მართოს მემხედველობა კაპიტალური რემონტი და ძალიან ბევრი რიგი საკითხები იქ მოსაწესრიგებელი თავისი ინფრასტრუქტურით სათანადო მენეჯმენტით და მე ვფიქრობ რომ უფრო მიზიდველი უნდა გახდეს ტურისტებისათვის. ციტადელზე ერთი ასეთი შემთხვევას გავიხსენებ და ეს თვითონაც ალბათ ცოტა დამაფიქრებელი იქნება, როდესაც ციტადელზე გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით ეხლა ფილმებია გამე და წყალით თავს წყალი ჩადის და მე იქ შევხედე ვიზიტორს, ანუ ტურისტს, რომელიც სურათს უღებდა ამ წყლის წვეთები, როგორ ჩამოდიოდა დაბლა და იმაში სათავსოში გროვდებოდა. რაც შეეხება ციხეზე ახლა ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაზიანებები არის გეთანხმებით, მაგრამ გემახსოვრება თქვენ ალბათ ბატონმა ანტონმა პარლამენტში დააყენა ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და დიდი იმედი გვაქვს რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთვათ, რომ ადგილობრივ დონეზე დამერწმუნეთ შეუძლებელია. ჩემ პერიოდში მე როცა ხელმძღვანელი ვიყავი, არაერთი მცდელობა მქონდა, მაგრამ თუ რა თანხებზე საუბარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფაქტურად უზრუნველია ამ შემთხვევაში, რომ აღადგინოს მთლიანი რეაბილიტაცია ჩაატაროს. იმიტომ რომ როცა გაკეთდა ეს ციხე თავიდანვე ძალიან უხარისხოთ იყო გაკეთებული და პირველ წელს შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, ყველა შენობაში წყალი ჩადიოდა. ამდენი წლების მანძილზე არაერთი მცდელობისა ვერ შევძელით რომ ბოლომდე აღმოვექრა. ამიტომ ძალიან დიდი მასშტაბური პროექტი აქვს გასაკეთებელი, რომ ჩატარდეს რეაბილიტაცია მთლიან ციხეზე. სამცხე-ჯავახეთში დააკავეს 2 პირი, რომლებმაც 194 სული პირუტყვი გაყიდეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულებს ევალებოდათ ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა, თუმცა მათ პირუტყვი უკანონოდ დაახლოებით 300,000 ლარად გაასხვისეს. გამოძიება დაიწყო მითვისების მუხლით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდასაჭერ კამპანიაში, რომელსაც წიგნების დღეების ფარგლებში რამდენიმე გამომცემლობა შეუერთდა, წიგნების გაყიდვიდან 9,311 ლარი შეგროვდა. ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით შეგროვებული თანხა სრულად ონლაინ მედია პლატფორმებს გადაერიცხებათ. წიგნის დღეების ფარგლებში ეს იყო თვითონ გამომცემლობებიდან წამოსული ინიციატივა, რომელიც დაიწყო ძალიან პატარა და ახალგაზრდა გამომცემლობამ მატარებელი კომიქსი და თქვა რომ ყველა გაყიდული წიგნიდან გადარიცხავდა 1 ლარს. ამას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება ამ სფეროში და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ გამომცემლობებმა მხარი დაუჭირეს და გააძლიერეს დამოუკიდებელი ონლაინ მედიები. საბოლოო ჯამში მონაწილეობა მიიღო 15-მა გამომცემელმა და ინდივიდუალურად ავტორებმა და მთარგმნელებმა. ჩვენთვის ეს იყო სრულიად უნიკალური რამე, მსგავსი რამ ჯერ არ გქონია ჩვენს გამოცდილებაში, იმიტომ რომ აგვისტოში ჩვენ რაც დავიწყეთ, ეს იყო crowdfunding-ის კამპანია, რომელიც ადამიანები იყვნენ ჩართულები, აქ არ იყვნენ თქვათ კომპანიები და ბიზნესები და ამიტომ ჩვენთვის ეს რაღაცნაირად ძალიან განსაკუთრებული თანადგომა იყო. საბოლოო ჯამში გადმოირიცხა 9,311 ლარი, რომელიც თანაბრად განაწილდება სინათლე მედიაში შემავალ 22 ონლაინ მედიაზე. ეს იყო ჩვენს ხელთ-არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ.